გამარჯობა ძვირფასო მასწავლებლებო, ამ ვიდეოს მიზანია რომ გაგახსენოთ მასწავლებლების ფონდის შესახებ. მოგეხსენებათ 2025 წლის შემოდგომის სეზონზე დავაარსეთ მასწავლებლის ფონდი, რომლის ფარგლებშიც შევქმნით ტესტების არქივი და დავაჯილდოვეთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე აქტიური პედაგოგები, როგორც ჩვენი ფულადი ჯილდოებით, ისე პარტნიორების ჯილდოებით და გვინდა რომ 2026 წლის გაზაფხულის სეზონზე ფონდის აქტივობა გავაგრძელოთ, კვლავ დავაწესოთ ჯილდოები ყველაზე აქტიური მასწავლებლების დასაფასებლად და ასევე ტესტების სექციაში უკვე გაგიზიაროთ ტესტები, რომლებსაც კინგსი იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში. მოდით გავიხსენოთ, როგორ შევდივართ მასწავლებლის პირად პროფილში. ჩვეულებრივად kings.gz ვაჭერთ პირად პროფილს. მე ახლა გამოვალ, რომ გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება შესვლა. გვაქვს ორი ღილაკი, მოსწავლე და მასწავლებელი. ამ შემთხვევაში მე ვაჭერ მასწავლებელს, რადგან უკვე მაქვს მასწავლებლის პროფილი, მათ ვისაც პროფილი არ აქვს, ვაჭერს ღილაკს რეგისტრაცია. როდესაც ვაჭერ ღილაკს მასწავლებელი, შემყავს ჩემი ტელეფონის ნომერი და პაროლი და ვაჭერ ავტორიზაციას. ავტორიზაციის გასვლის შემდეგ მე გამომიჩნდება 4 გვერდი. ეს არის მოსწავლეები, ეს არის ტესტები, სიახლეები და აქტიურობა. აქტიურობაში ყოველთვის ნახავთ იმ კრიტერიუმებს, რითაც შეგიძლიათ დააგროვოთ აქტიურობის ქულები. სიახლეებში გამოგიჩნდება ჩვენთვის ყველაზე აქტუალური სიახლე, მაგალითად ამ შემთხვევაში ის, რომ კინგსი უკვე 14 ქვეყანაშია და 3 კონტინენტზე, რაც შეეხება ტესტებს 9 მარტიდან უკვე ეტაპობრივად გაგიზიარებთ საერთაშორისო მასშტაბით გამოყენებულ ტესტებს, როგორც უკვე გითხარით და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღილაკი ამ შემთხვევაში არის მოსწავლეები და მე ვეცდები, რომ ამ ვიდეოს ფარგლებში გასწავლოთ, როგორ ვამატებთ მოსწავლეებს და რისთვის ვამატებთ. პირველ რიგში კინგსი მიხვდეს, ვინ არიან თქვენი მოსწავლეები და ვინ აქტიურობს კინგსის ოლიმპიადაზე, ამის თავად თქვენ უნდა დაამატოთ მოსწავლეები, რადგან ჩვენ არ გვაქვს რაიმე საერთო ბაზა, რომელშიც ვნახავდით თქვენი მოსწავლე ვინ არის. მოსწავლეების დამატება ხდება შემდეგნაირად. ვაჭერთ ღილაკს მოსწავლის დამატება და ძველად, ვისაც მიუღია ფონდის აქტიურობაში მონაწილეობა, თუ ცალ-ცალკე უნდა შეგეყვანათ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი და მიგეთითებინათ საგანი და ეს უფრო შრომატევადი პროცესი იყო, ამ სეზონზე ლოგიკა შეიცვალა და შეგიძლიათ პირდაპირ მოსწავლის კოდი შეიყვანოთ. მოდით დემონსტრაციისთვის გაჩვენებთ, რა ხდება, როცა მცდარი კოდი შემყავს, ანუ შემყავს ისეთი მოსწავლის კოდი, რომელიც ჩემს სკოლაში არ სწავლობს. ამ შემთხვევაში მე ვასწავლე წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმში, ამიტომ მხოლოდ ის მოსწავლე უნდა შევიყვანო, ვინც ნამდვილად ჩემი მოსწავლეა, ნამდვილად ამ სკოლაში სწავლობს. პირობითად მე თუ შევიყვანე ეს კოდი, სისტემა მეტყვის, რომ ამ სკოლაში მოსწავლე ამ კოდით არ მოიძებნა. შესაძლოა მოსწავლე ნამდვილად ჩემი მოსწავლე იყოს, მაგრამ ის ჯერ არ იყოს რეგისტრირებული და რაღაც მცდარ კოდს მეუბნებოდეს, მაგალითად ამ შემთხვევაში სისტემა ამ შეტყობინებას გამომიტანს. ამიტომ მნიშვნელოვანია შევიყვანო ის კოდი, რომელიც რეალურად ჩემი სკოლის მოსწავლის კოდი არის. და მაგალითად შევიყვან ახლა ამ კოდს. და უკვე გამომიჩნდება ავტომატურად მოსწავლის სახელი, გვარი და კლასი და მე მხოლოდ გამექნება ასარჩევი ის საგანი, რომელსაც ამ მოსწავლეს ვასწავლი, პირობითად თუ ვასწავლი მათემატიკას, ვირჩევ მათემატიკას და ვაწვევი მოსწავლის დამატებას. სანამ მოსწავლეს დავამატებ, აქვე გეტყვით, რომ დამატებითი კომფორტისთვის აქ გვაქვს პლუს ღილაკი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ერთ შეყვანაზე მხოლოდ ერთი მოსწავლე კი არ შევიყვანოთ, რამდენიმე მოსწავლე შევიყვანოთ და ისე დავამატოთ მოსწავლეები. როდესაც მე უკვე დავაჭირე მოსწავლის დამატებას, მიჩან შეტყობინება, რომ მოსწავლე წარმატებით დაემატა და ქვემოთ ვხედავ მოსწავლის კოდს, სახელს, გვარს, კლასს და იმ საგანს, რომელშიც ეს მოსწავლე ამ მოსწავლეს იმ საგანს, რომელსაც ამ მოსწავლეს ვასწავლე. თუ ვაიდა მოხდა შეცდომა და მე ჩემი მოსწავლის ნაცვლად, თქვა, ჩემი მეგობრის სადამრიგებლოდან დავამატე მოსწავლე, ამისთვის ჩვენ გვაქვს წაშლის ღილაკი, შეგვიძლია ეს მოსწავლე წავშალოთ და გამოვა, რომ ჩემს მეგობარ მასწავლებელს ჩვეულებრივად შეიძლება მისი დამატება. სხვა შემთხვევაში მე თუ სხვა მასწავლებლის მოსწავლე დავამატე ჩემს პროფილში, გამოდის, რომ იმ მასწავლებელს უხეშად რომ ვთქვათ, ვართმევ ამ მოსწავლეს. შესაბამისად, სასურველია მოვიქცეთ კეთილსინდისიერად და დავამატოთ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც
რომლებსაც ჩვენ ვასწავლეთ. ეს არის სულ მოსწავლეების დამატების შესახებ ინფორმაცია და უკვე ეტაპობრივად შეგეძლებათ ნახოთ ახალი ტესტები, ნახოთ სიახლეები და კარგად გაეცნოთ აქტიურობის კრიტერიუმებს. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ჩატარდება ინგლისური ენის პირველი უფასო ტური. გთხოვთ, რომ თქვენის მოსწავლეებს თხოვოთ დარეგისტრირება, რომ არ გამორჩეთ, რომ დროულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია და ტესტები და გაითვალისწინეთ, რომ სწორედ პირველ ტურზე გამოსული მოსწავლეებიდან გამომდინარე დაგეთმლებათ აქტიურობის ქულები. დიდ მადლობას გიხდით ვიდეოს ყურებისთვის, იმედია, რომ გასაგებად აგიხსენით და გისურვებთ ბედნიერ დღეს.